საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძე არის უნიათო კაცი, არაფრის მაქნესი კაცი, იმ თვალსაზრისით, რომ ის ქვეყანაში შექმნილ კრიზისს უბრალოდ ვერ აგვარებს, ვერც ის, ვერც პაპუაშვილი, ვერც კალაძე, ვერც ხმები და აქედან გამომდინარე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კარზე გააქტიურდნენ ისინი, პოლიტიკური კუთხით გააქტიურდნენ ისინი, ვინც ოჯახური კუთხით ისედაც გააქტიურებული არის, ესენი არიან მისი შვილები უტა და ბერა ივანიშვილები, შესაძლოა ცოტნეს, თუმცა მასთან დაკავშირებით არ მაქვს ესეთი დადასტურებული ინფორმაცია და ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეს გეგმა იმის თაობაზე, რა უნდა გააკეთოს ოლიგარქმა და რა უნდა დაავალოს ამ უნიათო, მათი გაგებით უნიათო ირაკლი კობახიძემ უკვე შემდგომში. ამ თემას მე მიუბრუნდები, რაც საკვირველია და რამდენიმე წუთში ვრცლად ვისაუბრებ ამ თემაზე, მანამდე კი გეთხრით თავარს ან უფრო მნიშვნელოვანს, ან არანაკლებ მნიშვნელოვანს, რომ იცით თქვენ მალე 100 დღე გასრულდება მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი, სწორედ ქართველი ხალხი, დიახაც ქართველი ხალხი, უწყვეტად და ეს უმნიშვნელოვანესია, არის ქუჩაში და მოლოდინის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის მოლოდინის მიუხედავად, კი არ სრულდება ეს პროცესი, არამედ გრძელდება. დიახ, ხანდახან პირობითად სამშაბათობით არის 8000 კაცით ნაკლები, ვიდრე ორშაბათს იყო, მაგრამ ოთხშაბათს არის 14000-ით პირობითად მეტი, ვიდრე ორშაბათს ან სამშაბათს იყო. და აი ეს ტალღებით, სხვადასხვა გვარი ტალღებით ეს პროცესი აგე უკვე თითქმის 100 დღეა გრძელდება და ბიძინა ივანიშვილს ეს ძალიანაც დიდ დისკომფორტს უქმნის. დისკომფორტს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ მის ამ უნიათო ეგრეთ წოდებულ ბანდა მთავრობასაც. ჩვენ უნდა ვნახოთ ახლა ასე მაგალითად გუშინდელი აქციიდან ვიდეო კადრები, განვაგრძოთ მე მსჯელობა და მე მიუბრუნდეთ იმ სიას, რომელზეც ორი სიტყვა გადაცემის დასაწყისშივე თქვი. ამ კადრებში ჩანს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელსაც ხშირად არასწორად უწოდებენ ხოლმე მიმართავენ ასე მეხუთე პრეზიდენტია ვამბობენ, არა, ის ჩემი ხმარწმენით და იურიდიულადაც რამდენადაც მისაღები პერსონაა მთელი დასავლეთისთვის, რამდენადაც შემდეგი პრეზიდენტად წოდებული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ეს კიდევ ერთი უნიათო კაცი უკანონო პარლამენტმა დანიშნა შესაბამისად სალომე ზურაბიშვილი არის არა მეხუთე, ცხადია მეხუთე, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი მიუხედავად იმისა, რომ მას ძალაუფლების კვერთხი არ უყრია ხელთ. ამაზე ოდნავ მოგვიანებითაც ვიტყვი, ანუ უფრო ზუსტი რომ იყოს სხვა დროს გავაკეთებ ვიდეო ბლოგს, მანამდე კი ნახეთ თქვენო ხალხო სალომე იყო გუშინდელ აქციაზე და ამ ულიდერო პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა ინდივიდები ლიდერებად გამოკვეთილ ლიდერებად სამწუხაროდ ვერ ჩამოყალიბდნენ მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ზოგიერთი მათგანი ხანდახან მოგეწონება ამ მრჩეველს. აი ამ ულიდერო ქვეყანაში ხალხო სალომე ერთადერთ
და ლეგიტიმურ ლიდერად იკევეთება მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს. ლიდერობის დამადასტურებელია, მისი ლიდერობის დამადასტურებელია ის რეაქციები, რომლითაც ხდება მას მიტინგზე გასულს, აქციაზე გასულს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ისიც მის გარდა მოვისმინეთ ჩვენ გუშინ ვნახოთ სალომე ზურაბიშვილის საჯარო გამოსვლიდან ერთი ფრაგმენტი მონაკვეთი. გეგმა არის ერთი და უალტერნატივო ახალი არჩევნები. თქვენს შეამჩნევდით, რომ უფრო და უფრო მეტი ჩვენი უცხო პარტნიორებისგან ყველა ითხოვს ახალ არჩევნებს და რატომ? იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის მსოფლიოში, რომ როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომს და არაფერს არ თმობს, და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს, იმიტომ რომ დასათმობი არაფერი არ აქვს. ეს არის ღრმა კრიზისი, გრძელდება უკვე 4 თვე არის არჩევნებიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი, სხვა გამოსავალი არ არსებობს თუ არა არჩევნები. ასე რომ ეს არჩევნები დაინიშნება. ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას. სხვა მშვიდობიანი გამოსავალი არჩევნების გარდა არ არსებობს, ბრძანებს პრეზიდენტი და რასაკვირველია ის მართალია, თუმცა მე დავსვამ ესეთ რიტორიკულ კითხვას, უნდა კი ბიზინა ივანიშვილ ოლიგარქს სწორედ მშვიდობიანი გამოსავალი? ამ კითხვაზე პასუხი დადებითი, ხო, უნდა, ხო, არ არსებობს, ვინც ის იქნებ მას და მის პატრონებს მოსკოვიდან, FSB-დან გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი სულაც არ ესახებათ გამოსავლად, თუ გამოსავალად. კარგით, ამაზე ახლა ბევრი რომ არ ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, ახლა დავუბრუნდები იმას, რა ცეცხლითიც დავიწყე. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ბიზინა ივანიშვილის კარზე ოლიგარქთან საუბარი ჰქონდათ მის შვილებს. კლავი მეორე უტა და ბერა ივანიშვილებს, რამდენადაც მე ვხვდები უტა ივანიშვილს არა პირდაპირ, იმიტომ რომ ის არ იმყოფება საქართველოში, ხოლო ბერა ესწრებოდა ამ საუბარს, უტა იყო ესე ვიტყვი ჩართვით. და მათ შეიმუშავეს გეგმა, რომელიც წარუდგინეს ბიზინა ივანიშვილს. ამ გეგმას მე 65 წუთში დავუბრუნდები, მანამდე კი გეტყვით, რომ ეს გეგმა თავად გააცნო ბიზინა ივანიშვილმა უკვე შემდგომ ირაკლი კობახიძეს და სხვა უნიათოებს, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურების წარმომადგენლებს, კომელაურს, პირველ ყოვლისა და ლილუაშვილსაც რასაკვირველია. და ეს გეგმა არა და ბიზინა ივანიშვილისეული გეგმა, ხო, ანუ უტა და ბერა ამბობენ, რომ კრიზისი არის და ბერა და უტა ეუბნებიან, რომ მამა არჩევნები როგორღაც უნდა დავნიშნოთ, დანიშნო არჩევნები, რიგგარეში არჩევნები უნდა დანიშნო, ხოლო ბიზინა უკვე თავის გეგმას ამატებს შვილების ამ მოთხოვნას, თხოვნას თუ რეკომენდაციას. და აი მისი გეგმა არის ამგვარი, მე ხელთ მაქვს სია იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა უპირებს პირველი ან დაჭერას, ამგვარი სიაც არსებობს ქვეყნიდან გაგდებას, დაშინებას და მეოთხე გარიგებას. ზოგთან გარიგებას აპირებს ცხადია. ბანდა ხელისუფლება. მაგალითად, აი ხსენებული სალომე ზურაბიშვილი 2 სიაშია შეყვანილი ჩემი ინფორმაციით. ეს არის დასაჭერთა სიაში, თუმცა არის იქ ბარიერები, მათ შორის გადავწყვეტი სალომეს ასაკი. და ქვეყნიდან გასაგდებთა სიაში დაბრუნდეს ის საფრანგეთში. ესეთია ივანიშვილის გეგმა, რომელსაც ის თავს ახმევს, ან დავალება, რომელსაც ის აძლევს ძალოვან სტრუქტურებს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეგრეთ წოდებულ ბანდას. მეორე მამუკა, ასე მაგალითად მამუკა ხაზარაძე არის დასაჭერთა სიაში და დასაშინებელთა სიაში, ის არ არის მაგალითად გასარიგებელთა სიაში ან ქვეყნიდან გასაგდებთა სიაში. გიორგი გახარია ასევე დასაჭერთა და დასაშინებელთა სიაში. ჩავიკითხავ
ბოლომდე ყველაზე არ მაქვს ინფორმაცია უკლებრივი, მაგრამ მაინც გიგა ბოკერი არის სამსიაში დასაჭერთა ქვეყნიდან გასაგდებთა და გასარიგებელთა სიაში. იაგო ხვიჩი არის ერთადერთ სიაში გასარიგებელთა სიაში და ასე შემდეგ. იაგო ხვიჩიას გარდა უკლებრივ ყველაზე დავდებ თავს ესე ვიტყვი და ვიტყვი რომ მაგალითად გასარიგებელთა სიაში კი არის ბატონი ბოკერია, მაგრამ რა უნდა ცუდად უნდა იცნობდე ბატონ ბოკერიას, რომ გეგონოს რომ მასთან გარიგება არაკეთილსინდისი არის წარმოსაადგენი, ხო? მაგალითად ნაცებიც არ უკაცრავად ნაცები და პარტია ახალის კოალიციის წარმომადგენლებიც არიან ნიკა გვარამიაზე, ხო, ნიკა გვარამიაზეც აბაკ, ის არის დასაჭერთა ან გასარიგებელთა სიაში, ასევე სულად უნდა იცნობდე ბატონ გვარამიას. ზურა ჯაფარიძეზე ხო, ხატიაზე მაგდეკანოიძეზე ის არის ქვეყნიდან მარტო ქვეყნიდან გასაგდებთა სიაში და ასე შემდეგ. იაგო ხვიჩიას გარდა ყველაზე დავდებ თავს, რომ ისინი არც გაურიგდებიან ხელისუფლებას და უმალ დაჭერაზე თუ არც დაუშინდებიან ეგრა მაგის პასუხი. ეს ყველაფერი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება უნდა მოასწროს ბიძინა ივანიშვილის სექტემბრამდე. ზუსტად ამ დროისთვის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია თეატრ ლუკიანის თავკაცობით აპირებს დასრულებას სამუშაოსი, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობა გამოცხადდება უკანონო პარტიად. და ნაციონალურ მოძრაობასთან 2004-2012 წლებამდე ვინც თანამშრომლობდა, ან პარტიის ლიდერი იყო, ან თანამშრომლობდა, უკლებრივ ყველას აეკრძალება მონაწილეობა არჩევნებში. ერთი, მეორე ნაწილი მათგან იქნება იძულებული რომ დატოვოს ქვეყანა, რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი ჩვენ ვიცით რომ ასეც მოხდა და აი ცულუკიანის იმ სიტყვებს ვიხსენებთ ახლა ჩვენ არ ხუმრობ და ცეცხლს ურავინ ნუ გაეთამაშებაო, დიახ ისინი მართლა არ ხუმრობენ თუ ამ თვალსაჩინო ვიბჯერებთ. ნაწილი აქტივისტებისა იცით ზოგიერთი აქტივისტი იცით რომ წავიდა ქვეყნის პარკლებს გარეთ და ასევე უპირებენ მათ ყოველ შემთხვევაში ვინც ქვეყნიდან გასაგდებთა სიაშია, ასევე მაგალითად სალომე ზურაბიშვილს. ხო, მეორე ნაწილს დასაჭერთა სიაში მაგალითად მამუკა ხაზარაძეა ამგვარი, გიორგი გახარია ამბავი ხსენებული, გიგა ბოკერიაც ამ სიაშია და არ მეშლება. ხო, მიედავებია ასე მაგალითად ამ უკანასკნელს რომ შენ ნაციონალური მოძრაობის უშიშროების საბჭოს დენის მოადგილე იყავი და შესაბამისად და საგარეო საქმეების მინისტრის მოადგილე და შესაბამისად შენს დასაჭერი ხარო, ეს კომისია რომ დაამთავრებს მოამრგვალებს ამ ველს მოასუფთავებს თუ არა პარალელურად, როდესაც მიიღებს ფარას კანონს, სუსტი ანალოგიაო შეერთებული შტატების და ამ ფარას კანონის მიხედვით, ვინც არ შეასრულებს ამ კანონს, დაიჭერს მოქალაქეებს, კიდე მედიის შეზღუდვის კანონს რომ მიიღებს და ვინც არ დაემორჩილება, მათაც დაიჭერს, ან გააგდებს, ან გაურიგდება, ან დააშინებს. გაგდება, დაჭერა, დაშინება და გარიგება, ხო? მაგალითად, ვერ გაურიგდება ვერავის მედიიდან პრაქტიკულად, ხო? მაგრამ შეიძლება დააშინოს, ვერ დააშინებს, აიძულებს, უბიძგებს რომ ქვეყნიდან წავიდნენ და თუ ამასაც ვერ მოახერხებს, დაიჭერს რატომაც არა. კანონის, ფორმალისტური კანონის დარღვევის არგუმენტით უკვე შემდგომ მთელი ველი რომ მოსუფთავებული ექნება, მოვერანებული რომ ექნება, ბიძინა ივანიშვილი უკვე აქ ერთვება უტა სიდა ბერას გეგმა იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სწორს დაინიშნოს არჩევნები. ანუ სალომე ზურაბიშვილი რო ამბობს, რომ კრიზისიაო და არის კრიზისი ფაქტია და კრიზისიდან გამოსავალი არის სწორედ ახალი რიგგარეში არჩევნები, ქართული ოცნების ხელისუფლება თუ არჩევნებს დანიშნავს, თავისი ნებით ცხადია, დანიშნავს სწორედ მიმდინარე წლის ოქტომბერში, აღიარებს რა კრიზისს, ოღონდ უკლებრივ ყველა ოპონენტი, ვინც მას ხავს მოცემულ ეტაპზე, იქნება ან დაჭერილი, ან ქვეყნიდან გაგდებული, იზოლებული, ვინც იქნება რომ წავიდეს ქვეყნიდან, ან დაშინებული, ან გარიგებული, თუ იქნება გარიგებული, ამას ოპონენტი ხომ არც ჰქვია რეალურად. ამის შემდგომ ქართული ოცნება აკითხავთ მიუბრუნდება ახალი არჩევნების დანიშნვის საკითხს და დანიშნავს ახალ არჩევნებს. ეხლა ისმის კითხვა. აღიარებს თუ არა იმ ახალ არჩევნებს,
დასავლეთი ლეგიტიმურ არჩევნებად. დღევანდელი გადმოსახედიდან უკლებლივ ყველა ჩვენგანი იტყვის, რომ რას საკვირველია არ აღიარებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა ჩვენგანი განჭვრეტს, რომ დასავლეთისთვის, ევროპისთვის, პირველ ყოვლისა და შეერთებული შტატებისთვისაც თუ მოვერანებულ ველზე ჩატარდება არჩევნები, როცა ოპონენტიც კი არ ეყოლება, ან ეყოლება დანიშნული ოპონენტები, ნებისმიერი გამარჯვება ქართული ოცნებისა იქნება არალეგიტიმურად ცნობილი კიდევ ერთხელ. ეს ასეა. მაგრამ ქართულ ოცნებას ეს დროის მოგება და გადატვირთვა დასავლეთთან სჭირდება, იმიტომ რომ მან შესანიშნავად იცის, რომ ახლა არის უმძიმეს მდგომარეობაში კუთხეში მიმწყდეული, რომელიც როგორც კატა ან როგორც ვირთხა, ალბათ უფრო სწორია, ახლა იპორჭხნება თავს ესხმის ყველას, ვისთანაც გონია, რომ გაუვა ეს თავდასხმები. ბიზინა ივანიშვილი თავადაც ხვდება და მით უფრო შვილები შედიან და ეუნებიან მამა, ლაპარაკებიან. მამა, უმძიმესი მდგომარეობა. სანქციებზე უწესებენ კობახიძე, ფეხებზე კიდია, ჩვენც გვიწესებენ. ამიტომ რაღაცა გამოსავალი უნდა ვნახოთ. გამოსავალი არის ორგვარი, ან უნდა წახვიდე, ამას არ ეუბნებიან. ეს ესეთია გამოსავალი რეალურად, ან უნდა წავიდეთ, უნდა წავიდნენ, მესამე პირში ვიტყვი, ან უნდა ხელახლა დანიშნონ არჩევნები. და როგორც კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა, ეს არჩევნები დადონ მაგიდაზე და კიდევ ერთხელ კითხონ ხალხს, ვინ არის მათი რჩეული, ვინ უნდა იყოს მათი მმართველი. იმ ახალ არჩევნებშიც კი რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილი ენდობა უნიათო კობახიძის, პაპუაშვილის და სხვათა კალაძის ხელისუფლებას. იმ ახალ არჩევნებსაც კი რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილი არ ჩაატარებს არანაირად ლეგიტიმურად, კანონიერად, დემოკრატიულად. მაგრამ შესაძლოა ეს დამატებითი გაყალბებები აღარც დასჭირდეს, იმიტომ რომ პოლიტიკოსი მას არ ეყოლება ოპონენტი. უკლებლივ ყველა იქნება ან ციხეში, ან გაგდებული, ან დამფრთხალი და მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებში, ან გარიგებული მასთან. ეს ერთი. მეორე, რომც არ გააყალბოს არჩევნები წყალებში ობიექტურად მოიგებს, იმიტომ რომ როცა ოპონენტი არ ახავს, კრიტიკოსი არ ახავს, ერთადერთი ვინც იგებს არჩევნებს, ერთადერთი პოლიტიკური პარტია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრივ მისი რიგებიდან ის არ შექმნის ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას. რაც ხადია არა დასავლურს, არამედ მასზე უფრო პრორუსულს, რომ მასთან გამოჩნდეს, რომ მასთან შედარებით კი, გურამ მაჭარაშვილთან შედარებით კი, ინგლისურის მცოდნე ვოლსკი უკეთესიაო, ვინმე სათქმევინოს ეს. გავცეთ კიდევ ერთხელ პასუხი კითხვას, როდის დაინიშნება ახალი არჩევნები და მომავალი წლის კი არა, მიმდინარე წლის ოქტომბერში. მაგრამ თუ ეს ყველაფერი ვერ მოასწრო ქართულმა ოცნებამ, რომ ბიზინა ივანიშვილმა ოლიგარქმა არ დაუჯერა შვილებს, ვიღაცებმა არ შეუსრულეს დავალებები და ასე შემდეგ, ახალი არჩევნები გადაიწევს მომავალი წლის ამ დროისთვის, ანუ მარტის დასაწყისისთვის. და ახალი არჩევნები ჩაინიშნება სწორედ ოქტომბერ-ნოემბერში, წლევანდელი წლისა და მომავალი წლის მარტ-აპრილში ჩაატარებს ახალ არჩევნებს და ამით ჩააცხრობს იმ ნებათა ხელობას, რომელიც ახლა ქუჩაში არის. ეხლა ისმის კითხვა. ცოტა გიჟური კითხვაა ეს, მაგრამ მაინც გვჭირდება თუ არა ჩვენ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ ჩანიშნული არჩევნები 10-დან 10 მეტყვის, რომ არჩევნები ჩაინიშნოს ოღონდაც და ხო მოუგებთ იმ არჩევნებში მას, ამ ოლიგარქს და შესაბამისად გვჭირდება როგორ არ გვჭირდებაო, მაგრამ თუ მოვერანებული აქვს, გასწორებული აქვს ველი, თუ მეც ვერ მაუწყებლობ, იმიტომ რომ YouTube-ზე შეზღუდვა დააწესეს, ან ქვეყნიდან გამაძევეს, ქვეყნიდან თუ გამაგზავნებენ, მაინც გამაძევებენ, მაინც ვიმაუწყებლებს ხადია, მაგრამ მაინც ანუ მიბიზგეს ქვეყნიდან წასვლისაკენ. თუ დამიჭირეს ვერ ვიმაუწყებლებ, ხო? ჩემს ეს არ არის საუბარი, ანუ ბევრი ბლოგერი, ბევრი ოპონენტი, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ მედია შეიწყუდა, ეხლა იღებენ რაღაც კანონს, რომლის მიხედვითაც ბექაურმა ის სანქცირებული როა და
ერთ-ერთი პატარა მაფიოზი როა თავის მასშტაბებში, იმან უნდა გადაწყვიტის გარეგულებელმა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ მაუწყებლის და ამა თუ იმ ჟურნალისტის მიმართ, რამდენად სწორი ლექსიკით გამოდის დაბლიაშვილი თავის კონტექსტში შაბათობით ფორმულაზე. მე თუ ვიტყვი მაგალითად რომ ეს არის ბანდა, შეიძლება ბექაურმა დაწეროს ჯარიმა და მე ამიკრძალონ პირდაპირ თუ ირიბათ ჟურნალისტური მოღვაწეობა ხმამაღლა თქვამია, მაგრამ ჟურნალისტური საქმეა რომ მოდი ესე ვიტყვი. ხო და ამათი დანიშნული არჩევნები უბრუნდები ამ კითხვას გვინდა კი ეს რიტორიკული კითხვაა, რომელზეც ინდივიდუალურად უნდა გავცერ პასუხი რასაკვირველია, მე გეუბნებით რა მზაკვრული გეგმა აქვს არჩევნების დანიშნვასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი ამბავი. ჩვენ გვჭირდება ისეთი ლიდერი და სალომე ზურაბიშვილი მე არ მიხსენებია ტყუილად, რომელიც აი ამ გეგმას, რომელიც სწორს ამბობს ეხლა კალთუი სალომე, არჩევნები, კრიზისიდან გამოსავალი არის არჩევნები, ამბობს რომ შვიდობიანი გამოსავალი, სხვა მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ ღრმა კრიზისშია ქვეყანაო. უალტერნატივოა რასაკვირველია არჩევნების დანიშნვა. ის ხდება პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან კარგი ფოტოკადრი გქონდა ახლა ჩვენ. მას საერთაშორისო თანამეგობრობა უსმენს. ჩვენ გვჭირდება ლიდერი და დაწინაურებული აშკარად კალთუი სალომეა, რომელიც ამ მზაკვრულ გეგმას თუ ეს გეგმა მართალია და გამოიკვეთება მისი ტენდენციები გაშიფროს. თუ იტყვის რომ თუ იტყვის რომ ეს რასაც ბიძინა ივანიშვილი ახლა გვთავაზობს ამგვარი გზით დანიშნული არჩევნები არის იმასზე მეტი უკანონობა ვიდრე აქამდე ჩაუდენია რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. გამოჩნდება ჩემი წყაროები მართლები თუ არიან თუ არა, ორი წყარო ყავს, მაგრამ იკვეთება კია რომ ვერ დააშინებენ ვერც გიორგი გახარიას, ვერც მამუკა ყაზარაძეს, ვერც გიგა ბოკერიას, რაც გადავეკიდე ამ იაგო ხვიჩიას თუ ახო მეგრელიშვილს. მოდი მათზეც გამოთქვათ პოზიტიური პროგნოზი რომ მათაც ვერ მოისყიდიან. არ გამომივიდეს რომ ახლა გამოვაცალკევე ისინი და აგებებზვიბებზი არა. მე მგონია რომ ვერც ვერავის ვერ მოისყიდიან, ვერავის ვერ დააშინებენ. ბევრს უბიძგებენ რომ დატოვოს ქვეყანა და ბევრს დაიჭერენ კიდეც. მაგრამ ეს არის ბრძოლა, ეს არის პროცესი, ახალგაზრდება გუშინ დადეს ფიცი, კიდევ ერთხელ და ჩვენ ყველანი ვფიცავთ, რომ ამ ქვეყანას, ამ რუსების, ქართულგვარიანი რუსების საჯიჯგნად და რუსეთის საჯიჯგნად პირველ ყოვლისა არ დავტოვებთ. გაგვიმარჯოს.